დიდი გამოხმაურება მოყვა იმ ვიდეოს, სადაც ვამბობ, რომ შიო მესამე არ არის საქართველოს 152 პატრიარქი და არის 155 პატრიარქი. მე მინდა გითხრათ, რომ კომენტარებში დაწერეს, რომ როგორ შეიძლება შენ უფრო მეტი იცოდე ამ შემთხვევაში მე, ვიდრე საპატრიარქომ და ეს მსგავსი სტანდარტული კომენტარები, რასაც წერენ ხოლმე. მე პირველ რიგში სანამ გადავალ თემაზე, ხა მე დეტალურად მოვამზადე ეს თემა და ეხლა ამას ყველაფერს გაჩვენებთ, რომელი პატრიარქი შეიძლება იყოს მეუფეშიო საქართველოს საეკლესიო ისტორიის მიხედვით, მაგრამ მანამდე უპასუხებ მათ. ყველა ადამიანში შეიძლება ეჭვი შეტანა და არ შეიძლება ეჭვი შეტანა ღმერთში. ვინაიდან არ აქმენ თავისა შენიცა კერპი, არცა ყოველადვე მსგავსი, რაოდენი არს სათაშინაზე და რაოდენი არს ქვეყანასაზე და ქვე და რაოდენი არს წყალთაშინა ქვეშე ქვეყანისა არათაყვანისე მას არც ამსახურებდე მათ. პირველ რიგში ვიდეოს ამით მინდოდა დამიწყო. ახლა რომელი პატრიარქია გავარკვიოთ საქართველოს ისტორიის მიხედვით შიო მესამე. პირველ რიგში მე აქ ახსნილი მაქვს 3 საიტი, ეს არის ვიკიპედია, ეს არის orthodox.g და ეს არის საქართველოს საპატრიარქოს საიტი. ჯერ განმარტოთ საიდან იწყება საქართველოს ეკლესიის მამამთავართა ისტორია. დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. გილოცავთ ყველას. ანდრია პირველწოდებული იყო ქრისტეს მოციქული, რომელმაც ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში და ის დასავლეთ საქართველოში შემოვიდა, დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. და მოაქცია კიდევაც, მათ შორის საუბარია მე მარტვილიდან ვარ და იქ მარტვილში იყო ჭყონის კერპი, მუხის კერპი, რომელსაც შვილებს წირავდნენ, ეს ხე მოაჭრევინა და იქავრები მოაქცია ქრისტიანობა. თუმცა ისტორიაში არ არის შემორჩენილი იქ ვინმე დაადგინა თუ არა მღვდლად. საეკლესიო გადმოცემა გვეუბნება, რომ პირველ საუკუნეში უკვე მარტვილის მონასტერი ამ შემთხვევაში არა ქვის, არამედ პროცინანდელი ეკლესია აღიმართა სწორედ იმ ადგილას. თუმცა არ არის რაიმე წერილობითი წყარო იმის შესახებ თუ ვინმე იყო მღვდლად დადგენილი იქ, მაგრამ სავარაუდოდ წესით უნდა ყოფილიყო მღვდლად დადგენილი. თუმცა აქედან არ იწყება საქართველოს ეკლესიის ისტორია და ვინაიდან ვერ ვამტკიცებთ, იწყება არა დასავლეთ საქართველოდან საქართველოს ეკლესიის მამამთავართა სია, არამედ იწყება აღმოსავლეთ საქართველოდან, როცა წმინდა ნინო მიქადაგა ქრისტიანობა ქართლში და მოაქცია ქართლის მეფე მირიანი, რომელიც სხვა შორის წარმოშობით არ იყო ქართველი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა და როცა მოექცა ქრისტიანობაზე მირიანი, მან შეუთვალა ბიზანტიის იმპერატორს, რომ მას გამოეგზავნა მღვდლები და ამ მღვდლებმა ბიზანტიელებმა მონათლეს შემდეგ ქართლელები, როცა ჩამოვიდნენ ქართლში და პირველი შესაბამისად ქართული ეკლესიის პირველ მამამთავრად ითვლება ბიზანტიელი იოანე მთავარეპისკოპოსი იოანე პირველი, რომელიც ჩამოვიდა ქართლში მღვდლებთან ერთად და იქიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ისტორია. შესაბამისად აქ ჩამოთვლილია მთავარეპისკოპოსები, აქ სამივე წყარო ერთმანეთს ემთხვევა, იოანე წერია სამივეგან, იოანე პირველი და იცით რომ 66 წელი იყო ის წელი, როცა საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. და ამის შემდეგ პრინციპში საქართველოს ეკლესიის 62 მამამთავარი არის ჩამოთვლილი აქა, ესენი იყვნენ მთავარეპისკოპოსნი, ჯერ ეპისკოპოსნი, შემდეგ კათოლიკოს მთავარეპისკოპოსნი და შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი, მაგრამ სანამ კათოლიკოს პატრიარქებზე გადავალთ, 62 არის აქ. აქაც არის აქამდე 62, თუმცა განსხვავებით ხედავთ, რომ არსენ მეორეთი მთავრდება, აქ მთავრდება სვიმონ მესამეთი. ანუ ორ მამამთავარს იოანე ოქროპირს და სვიმონ მესამეს ვიკიპედია განიხილავს როგორც არა კათოლიკოს პატრიარქს, არამედ კათოლიკოს მთავარეპისკოპოსს ქართლისა, ხოლო orthodox.g განიხილავს იოანეს და სვიმონს, განიხილავს როგორც ერთიანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები, იგივეს განიხილავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად საპატრიარქოს საიტი. შესაბამისად, აქ ციფრები ემთხვევა მის მიუხედავად, რომ აქ ვიკიპედიაში კიდევ უფრო ნაკლები წერია, ანუ ორი ეპისკოპოსი არ არის მოხსენიებული ამ სიაში და პირველი განსხვავება რაც არის, ეს არის ის, რომ აქ მე-11 ეკლესიის მამამთავრად წერია მობიდანი, რომლის კნინობითი სახელი უნდა იყოს გლონოქორი, აქ წერია, და orthodox.g-ს უწერია, რომ გლონოქორი ცალკე სხვა პატრიარქი იყო და ეს მობიდანი, მობიდანი ცალკე წერია და გლონოქორი ცალკე წერია, ანუ სხვა პატრიარქები იყვნენ, ეს არის ერთი განსხვავება. ანუ აქ orthodox.g და სავარაუდოდ ეხლა აქაც ვნახავ იგივე იქნება. კი ბატონო, აგერ მობიდანი წერია და გლონოქორი წერია. ხოლო ვიკიპედია ამბობს, რომ და წყაროც მოყავს, წყარო არის დავით ქარიჭაშვილის წერილი, ვინ იყო მობიდან ეპისკოპოსი 1901 წლის სტატია არის, სადაც ალბათ წერია, მე ცალკე ვნახავ ამას, მე
რომ გლონქორი უნდა იყოს მობიდანის გრძნობითი სახელი. შესაბამისად, ესეთ გლონქორი არის აქ ცალკე მოხსენებული როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. კარგი, გავაგრძელოთ. და შემდეგი პატრიარქი, რომელიც არ წერია ვიკიპედიაზე და წერია ორთოდოქსიზე და წერია საპატრიარქო საიტზე, ეს არის ილარიონი, დაახლოებით მე-9 საუკუნის 50-იანი წლების ბოლო. აი ხედავთ აქ გაბრიელ მეორე და არსენ პირველ შორის და გაბრიელსა და არსენ შორის სხვა პატრიარქი არ წერია, შესაბამისად, ერთი პატრიარქი ილარიონი არ არის. შესაბამისად, თუ ვიკიპედიაზე ქართლის 62 კათოლიკოს მთავარეპისკოპოსია მოხსენებული, აქაც 62-ია, მაგრამ იოანე მეოთხე ოქროპირი ერთიანი საქართველოს კათოლიკოსი და სვიმონ მესამე აქ მოხსენებულია როგორც ქართლის კათოლიკოს მთავარეპისკოპოსი და არა კათოლიკოს პატრიარქი. შესაბამისად, ეს განსხვავება ამ ორ საიტს შორის. შემდეგ იწყება მელქისედეკი 1010-1033, ხოლო აქ იწყება იოანე ოქროპირით მელქისედეკი ერთიანი საქართველოს მესამე პატრიარქად არის მოხსენიებული. შესაბამისად, ვიკიპედიაზე არის 73 პატრიარქი მოხსენიებული ერთიანი საქართველოს დაშლამდე და დაშლის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება ორთოდოქსიზე, აქ 42 და 36, რაც არის 78, იგივე საპატრიარქო საიტზე 42 და 36, რაც არის 78. ამის შემდეგ უკვე აქაც არის აფხაზეთის დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები, რომელიც ერთიანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქებად არ ითვლებიან აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები. აი მაგალითად მაქსიმე გაენათელი და დოსითეოს ქუთათელი, თუ სწორად მახსოვს, რუსებმა აწამეს. დოსითეოსი გარდაიცვალა სურამთან, ტომარ ჩამოცმული მიყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში და იქ დაახჩეს თუ დაიხჩო რუსების მიერ დოსითეოსი, ხოლო მაქსიმე გადაასახლეს რუსეთში. თუმცა ეს პატრიარქები ერთიან საქართველოს პატრიარქებად არ ითვლებიან. შესაბამისად, იმ რიცხვში 152-ია, 155-ია, 155-ია ითვლებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები აღმოსავლეთ საქართველოდან. აქ 23 არის ვიკიპედიაზეც დასავლეთ საქართველოს პატრიარქები, ვიკიპედიაზეც და ასევე რა თქმა უნდა არის 23 საპატრიარქოს საიტზე. რაც შეეხება შემდეგ იცით რომ ეგზარქოსები მოუვლინა გაუქმა ავტოკეფალია რუსეთმა საქართველოსი, ეგზარქოსები მოუვლინა საქართველოს, ისინი რა თქმა უნდა არ ითვლებიან საქართველოს ეკლესიის მამამთავრებად და შემდეგ გრძელდება 1917 წლიდან, როცა კირიონ მეორე ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. შემდეგ ლეონიდე, შემდეგ ამბროსი, შემდეგ ქრისტეფორე მესამე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე, ილია მეორე და შიო მესამე. აქ არ არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, 9 პატრიარქი შიომდე, ესე იგი 10 პატრიარქი სულ 1917 წლიდან 2026 წლამდე. შესაბამისად, ეხლა შევკრიბოთ ეს ვიკიპედიას არ სჭირდება, პირდაპირ 155 პატრიარქად არის მოხსენიებული შიო მესამე მუჯერი, ხოლო რაც შეეხება ორთოდოქსიზე არის 150 პატრიარქი, ხოლო 153 არის საპატრიარქოს საიტზე. ახლა რაც შეეხება რატომ არის 153 პატრიარქი საპატრიარქოს საიტის მიხედვით და რატომ არის ორთოდოქსიის მიხედვით 150. შეცდომა აქვს საქართველოს საპატრიარქოს საიტს, აი ნახეთ, ორჯერ წერია სამი პატრიარქი, ნახეთ, სარმიანე, თალალე, მიქელ მეორე, სარმიანე, თალალე, მიქელ მეორე. ანუ საქართველოს საპატრიარქოს საიტს აქვს მექანიკური შეცდომა დაშვებული და გამოდის რომ ეს სამი პატრიარქი ორჯერ წერია. შესაბამისად, საპატრიარქოს საიტის მიხედვითაც თუ ამ შეცდომას გამოვასწორებთ და გამოვასწორებთ საპატრიარქო აუცილებლად 150 პატრიარქი გამოდის შიო მესამე მუჯირი. ასე რომ იმ კომენტარების პასუხად ვიტყვი რომ ზოგჯერ შეიძლება თქვენს აზრშიც შეიტანოთ ეჭვი. შეუცდომელი ღმერთის გარდა არავინაა. დიდი მადლობა, ეს იყო სულ ეს ვიდეო და მინდა გითხრათ რომ თუ გამოიწერთ ჩემს არხს, ბევრ მსგავს საინტერესო და სასარგებლო ვიდეოს ნახავთ. და ლაიქეთ ეს ვიდეო და თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. დიდი მადლობა.